გაუმარჯოს მაყურებელს, მისაყოლებელი პოდკასტი დაბრუნდა და დღეს ჩვენი სტუმარი არის ყოფილი იუთუბერი, ყოფილი კომენტატორი და მოქმედი მელექსე. კია ჯაჯანიძის მაგაცი. კია ჯაჯანიძე. ვინები მეუნებიან ორი ფინალისტი პოეტი მეუნება რომ მელექსე ხარ. მე ის მომეწონა ძალიან. რასაც როდიში როგორც წარადგინეს. ყველაზე ღარიბი ივანიშვილი. ყველაზე ღარიბი ივანიშვილი. ერთადერთი შემოძლე იყო წარდგენაში. მოგესალმებით ჩემო, მადლობა რომ გვესტუმრე პოდკასტში. მადლობა თქვენ. გაუმარჯოს მაყურებელს, ესე იწყება, ხო? კი, აუცილებლად. ნანახია და ბიჭი, რაც ყველას აწუხებს კითხვა, პირველს მაგას დავსვამ, რომ როგორ ივანიშვილის ვინ ხარ? ხშირად გისვამენ ისევ მსგავს კითხვებს. ხო, მისვამენ, იმიტომ რომ ეგეთი ხშირი გვარის არ არის, ხო, მამით. მაგრამ არავინ არ ვარ. მე ორი არა და მე საროჩკა ჩავიცვი რომ მეთქი აი მოვა კაცი იქნება არა შენ რეალური მიზეზი თქვი რატო ჩაიცვი ხა ეგ საროჩკა იმიტომ რომ როგორც იქნა ჩამეტია მაგაში ასე ცოტნეს რაღაცა ჭირს და იკლებს ყურის ხო და ყურების ეპილაცია გაიგეთ დღეს მე ვერდალებს სიმართლე იყო არქნატე კარგა იმეოროთ ძალიან ცუდი იყო დალევა მართლა შეიძლება ცოტა ლუდი ძალიან სპირტიანი არ შეიძლება ცოტა ლუდი შეიზილო ეგ ხიმა სადილზე ერთი ჭიქა ღვინო აი ეგეთ პონჩი გითხრეს უნდა შეიზილო დარბილო ბიჭო არა ხო რავი მაგრამ რა ქვია ბარბერმა ისო ყوارგინდაო ვინ ყურებზეო წაგისვაო ცვარიო და მე სინოზი ამობს შეჭება ჩემი ბარბერი წასულია კიდე ერთი დებილობა თქვი ცვარი მეთქი ყوارგინდა წაგის რატო არა გუწევ ბარბერი ამას დაუსვა რაღაცა კითხვა რომ უნდა გეკაიფოს თითქოს და ეს მოყოლები გულში მე არავინ არა ვარ მაგრამ აი გადაცემის დაწყებაც ესეთი უნდა იყოს ბიჭო რა სამო მე იმის არავინ არ ვარ მაგრამ ყურების ეპილაციას მე ვიკეთებ ბიჭო რა კარგად მოწყობილი აქ და ძალიან გაასწორა სხვათა შორის თავიდანვე ისეში დავჭიქი რა მეგონა რომ კამერა ჩართული იყო და მაგრამ პრინციპში განსაკუთრებულს რას ვაკეთოთ ხომ ხო ისე ეს ვხედავარ და ეს ვაპარაკობთ კი შემოწმო ნამდვილად იმას პინგვინები ხო ყავს ეხლა ცდილობს რომ ამის ყურების ეპილაცია გადაფაროს მაგრამ შენ ხო გავხარ იმ პინგვინში შემოდა მე რომ უთუნი აღმოჩნდე ეგ ვიქნებოდი რა ქვია ბიგზი რა ეგეთი არ ეყო იმას თვითონ იმას ეგეთი არ ეყოლება საფიქოა ეგეთი არის იმას ეყოლება რაღაცნაირი მოწესრიგებული ჩაგიგდებ მე ამ სურას და ამოანათე რა ძალიან გავს ბიჭი ჩემი აზრით ნამდვილად აი აქ ამონათ და ამწავს აუ ძალიან ნანახი გაკისე საფი აუ ძალიან მაგარია მე ძალიან მოხსო არა მე მაგრამეოსა და გახმოვანებაც კარგი იყო ქართულად როგორც იყო გახმოვანებაც კაია და ისეც რა თქმა უნდა ორიგინალში უყურეთ ძალიან ბიჭო არა მულტფილმის ვიცი რომ არსებობს მაგრამ რაღაცა არ დამაინტერესებს ქართულ გახმოვანებას ცოტა ჯო ის რა ქვია კაი გახმოვანება რო იყო ხო იცი მათი შონზო ის სასტავი რო ეგ ყველაფერი კაია ვაფშე სახიობურ მასე მაგრა ახმოვანებდნენ ძალიან და ჩვენ სერიოზული გახმოვანებები გვიჭირს რა სერიოზული რაღაცის გახმოვანება გვიჭირს არის მაგაში მაიმუნობაში არ გუჯობია შონზო შემხვდა ლუდის ფესტივალზე და ვაპირებთო რაღაცეებსო და მე მგონი სხვაგანაც აქვს უკვე კი სადღაც თქვა ალბათ ის არის კაია მაგას თუ იზავენ კაია მე მაგრამ მომწონდა მე მგონი ჩვენებაც იქნებათ კინოში თუ არ ვწდები რაღაცას ვიღებთ სად თქვა ლუდის ფესტივალზე სადღაც ტელეფონში შემხვდა ისე ხო სადღაც მეთქი ეხა ვიხსენებდი რომ აშკარად ბიჭი არის ლუდის ფესტივალზე აშკარად არის ხო თქო არა ცოდოა შეჩება ახალ გაკეთებული ხო და ვეთყობა თუდად გაუკეთეს არის ის როდესაც ყველა მე кайფება არა და და ყურები გაქვს ლამაზი კარგად გერდანო სულ მეგონა რომ სხვანაირი ყურები სულ მეგონა რომ სხვანაირი ყურები ქონდა და ეხლა რაღაც არა ბილი მე ტრაკის ვაიბია შენ რა იცი ერთ ტრაკს როგორი ვაიბი კაი სისხლმე და აი ვაიბი აი ვაიბი შეიძლება ზეგეს რა ყურის ვაიბებია
არა, ეს მანიპულაციამდე შეიძლება ყოფილიყო ეგეთი. არა ნორმალურები ხართ რა. რაც კითხვები გექნება ივანიშვილთან. უგონთ ისეთები და სულ არ მოგიბრუნდეს. არა, მე ხა ხალხსაც აინტერესებს რაღაცა, აღარ ჩანხარ დიდად ეკრანებზე. რა საქმიანობ სათხარ როგორ ხარ? რა შობი? ესე იგი, ალკოჰოლს არ გავცდები. სადაც საქმიანობ, ვარ კომპანიაში, რომელიც აპირებს დეგუსტატორი ხარ ხო? არა, სხვათა შორის არ ვარ დეგუსტატორი. ჯერ ეგრე თუ დავქვეითდები არ ვიცი. მაგრამ წარმოების დირექტორი გახლავართ. ვაუ. და ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ დიდი ქარხანა ლეჩხუმში, ისეთი დიდი, რომ იქით ხარის საერთოდ არ არის ეგეთი. ხედავ და იქნება ქარხანა ძალიან კარგი და ხარისხიანი ღვინით, იმიტომ რომ ვაფშე სხვანაირად ვაკეთებთ. ფრანგები ყავს, აგრონომები და ასე შემდეგ. საერთოდ სხვანაირი მოცემულობა იქნება ყურძნის დაწურვის და ყველაფრის. და მე ეს ყველაფერი კარგად რო ჩაივლის, იმ ქარხანას გვერდზე მივდგა ერთ 100 ნომრიან high class-ის სასტუმროში. აი მეღვინეები რა თქმა უნდა ყავს ჩვენ ბიჭო რა არითო. მომისმინე და ძალიან ბევრზენ გამიგია. აი მოქმედია ეხა არის ამის ქარხნები ღვინო წარმოებს ეხა ამ მომენტში რა კომპანიაში. არა, ამ მომენტში არა. არა, ანუ ხოდავთ ესე. კი, ნელ-ნელა ვიწყებთ რა. ძალიან კაი წარმატებებიც მოო. მადლობა და ჩენი მე რას ნელაპარაკები რაც პრომეტი ღვინო იქნება. ჩემი ხელით გამოგიგზავნით სათითაოდ თითო იმას. ჭიქას. თითო. როგორც ქვია, არ მინდა ის ვთქვა რა. ქართულად ხო, ყუთს. არ უხდება ყუთი, მაგრამ ხომ მივხვდით რაც აი, იაშიკი იყოს, არ არის პრობლემა. იყოს იაშიკი. თო იაშიკი ყუთი გიორგი. ტრაი. ის რა ქვია, თუ იც რა მაინტერესებს. აბა. მეც არ ვიცი რა მაინტერესებს. მაგ თემაში როგორ მოიხოდე ვაფშე, ანუ რამე ის გამოცდილების მონში. დიდი პრაქტიკა დააგროვა ძალიან ცხოვრების. პრაქტიკა დააგროვე მარტო გასინჯვის და რომ მიღებდნენ იმ სამსახურში არგუმენტიც ეს იყო, რომ შენო ამ სფეროში კი ხარო და გეყო როგორი სახითაც ხარო და ეხა ნაბიჯ ჯობია რომ ისწავლო. ეს პოდკასტი ეგრე დაიწყო. კეთება და ყველაფერი. კეთება და ყველაფერიო და თან მაგრა ასწორებს რა იცი, რომ ყოველ დღე თან ჯერ ის პროცესია, ხო, აი იქ მიწა, იქ გაფორმება, იქ ის აი ყველა რაღაცას ყოველდღიურად ვსწავლობ რა და მაგრა ასწორებს ეგ რა. ბაზარია. ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებ ყოველ დღე. მაგარი მოსაბეზრებელია რაღაც კონში რა და ერთ-ერთი მიზეზიც ჩემი სიუქიდანწამოსვლის ეგ იყო რა. ეგეც მქონდა კითხვებში და ხამის 4 საათზე რომ დგები და წყნეთიდან მიდიხარ და მიყავს და მოგყავს მანქანა არ გემსახურება და მაინდა-მაინც ხელფასიც არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს და საჭიროა. რაც იყო ხელფასი ტაქსში უნდა გადაგიხადა ჩემი აზრით. ვიცი რა ყოფილა რომ ხანდახან ვამატებდი კიდევაც ფულს რა, მაგრამ მე გამიმართლა. მე გამიმართლა რა, იმიტომ რომ სიგარეტს არ ვეწევი და მაგაში არ მიდიოდა რა ეს ფული და ძალიან გამიმართლა მოკლედ რო თქვა. ბიჭო არა, ნუ პროსა თან შენ ძირითადად კალათბურთი მიყავდა, ხო? არა, მაგის გარდა ძირითადად რა მარტო კალათბურთი მიყავდა. მაგის გარდა რაღაც ხო არა? და ნუ ჰოკეი იყო, როდესაც იყო, იმიტომ რომ ძალიან აქტიურად უყურებდი და ბიძინამ რატომაც არა მოусინჯოთო და ყველაზე უცნაური წაყვანა რაც ყოფილა საერთოდ, ალბათ სილკის ისტორიაში მე და ტატომ წავიყვანეთ ემის თუ გრემის დაჯილდოვება. ლაივში ღამის 4 საათზე წარმოედგინე ის რეებს იძახდა იქ. ის დაიწყებდა მანი ხურიღაცას მომიწევს. თან ვერ დაიწყო. არა, თან რატო ვერ დაიწყო, იცი? ვინც გამოვიდა, ვინც აიღო გრემი, ვინც შემსრულებელი იყო. ნახევარზე მეტი საერთოდ ნანახი არ ყავდა რა, ეს ახალი თავების ისინი ხო არის, მაინდა-მაინც Pink Floyd-ი და ისინი უნდა გამოსულიყვნენ Rolling Stones-ი რა ცნობოდა სახელი. სულ მაგას არ იძახდა ხოლმე რაღაც ქვიზებზე და იმეებზე. 20-ის მერე დამენძრევა და რაღაცებს რო იძახს. თუ პლატის მერე. აფერისტია ყველაფერი იცის. რა შეეშალა მაქვიში რო. არა, ახალი ფილმები იქ გაიცნო არიანა გრანდე, დუა ლიპა, ისინი იქ იმ ლაივზე გაიცნო ეს ხალხი. თორე იქამდე არ იცოდა ვინ იყო. ო. საწყალი დადო. წარმოიდგინე საწყალი შენ. ღამის 4-ზე თან მე მაინც კალათბურთი იყო და გადმოვჯექინე აქეთ რა მენაღლებოდა. ის ყოფილა რამე გამოხო ხალხი უყურებდა ღამის 4-ზე. ვინმეს უთქია ეს რა თქვია? არა ვიცი, ბოლოს ჩვენ თვითონ ვიძახდით.
არა გადაობები აი ხამის წაყვანეს გადაობები არის ხოლმე რა აი ძალიან რო გეძინება და რაღაცები გაგირბის აი მაგრამ თუ უყურებს მაგ დროს ვიღაცა მაგარი ფანი უყურებს რა ვისაც მაგრა ესება და ძალიან სხვათა შორის ხა სოციოლოგიზე რა ვისთანაც მიყვავს ხოლმე ყველას აქ თითქმის და აქტიურად რა აი პაულიკას მაგალითად აი თამაშის წაყვანის დროს აი 4-5 ჩატი რო გახსნენი აქ და ტიპებს ებაზრება ეგეთი ისინი ხშირად იყო კი რო არ დაეძინათ იმათ და იმათ რო არ დაეძინათ მაყურებელი მაყურებელს იკავებ და რო აი არ დაიძინოთ აი ხა დაიძაბებ ნახე მე ადრე ვნახე და ეხა კაი რაღაც მოხდება მაგრამ აი კაი იყო რა თავის პონჩი კაი იყო მაგრამ ნუ აი თელი ცხოვრება ვერ გაგრძელდებოდა ეგრე რა რა თქმა უნდა ძნელია ეგრე რაღაცნაირად რო გიფასდებოდეს ხა მარტო ჩემ თავზე არ ვიწეხი ალბათ წიგნი რო დაწერო მაგაზე არ გინდა ჩემი გზა ლექსად რო გადმოსცე კომენტატორის ტკივილი ლექსი თქვენ ეხლა მე მაქვს თქვენთან კითხვები სად არის ჩემი ფინალი შენი ფინალი იქნება შენ დარწმუნებული ხარ არა მე და გუნდიშა ფინალში როგორ მოხვდებით ეხა ხო მოხვდი უკვე რამდენი უნდა მოხვდი მე არ მოხვდი არა არც ერთი არც ერთი არა ჩვენ ისეთი მაგარი ლექსები ყო ყალა და ვინ მოხვდაო ტატო ყალა კნო და კნო სო და ერთი ადგილია კიდე? ეხლა მაყურებელმა ვინც არის ის რაზე მეტი საუბარი, ის ქონდა ოქტოპუსზე ლექსების საღამო. ჩემი სახელობის პოეზიის საღამო. ხო. ბოლოთაც იყო მეგონი ხო? ბოლოს რაღაც. ბოლოთა იყო. ძალიან კაი ლექსი ქონდა, მაგრამ ბოლოთა რო იყო, ტატო იყო ხო მაგ დროს? არა. აბა? ტატო პირველში არ მოიგო. თუ ლუკნა იყო და კნა მოიგო მან. მე მგონი კნა იყო და კნა. ხო, მშობლო ფინალი დაიდოს. ფინალი დაიდება. რომელიმე გადით ახლა მეოთხე. მე ჩემი ლექსი ზღარბით გინდა რომ ზღარბით მინდა რომ ზღარბის მუღამი მქონდა და მეგონა ფინალში იყავ ბონდო ბაბასილის უკუდავი YouTube-ზე ზმაო შენ ეხა დაგვიკეთე გადაცემა უყურებდით ხალხი იქ მე მუშაობდი მანდ ველოდებოდი იქნება სპონსორი გამოჩნდეს რაღაცა ისე როგორ წინ წახვედი აბა საიდან დაიწყე და ლეპტოპთან გადაცემა ლაივს ვთავდი და თქვენ ყურადღება რო არ მიაქციეთ და წამოვიდა ბიჭი თავისი დაიწყო არე 24 ზმაო რა ბიჭი მე მგონი იმოთახს ქონდა რაღაცნაირი პრობლემა. იმოთახს ქონდა პრობლემა. ხო, იმიტომ რომ რაღაცნაირი ოთახი. ხო. ხო? ხომ ძალიან შეკუჭულები ვიყავით. ხო, არა, თან ნასწავლობდი რომ იცი კალათბურთის თემა იყო რა და რამ ესე ხა როგორც ჩვენ ვსაუბრობთ. ეგრე კიდე ბევრჯერ საყურებელია და ადამიანებს ხა თავს რო შეაყვარებ რაც თქვენ გააკეთეთ წლების წინ. მე კიდე უყურებ და სხვა რაღაცებზე რამდენ ამის მოვედები და კიდე რამდენ რაღაცაზე ველაპარაკებ და ხა კვირაში ერთხელ რაღაც კალათბურთზე რო საუბრობ. ძნელია რა გამომწერები ნაკლებად დაგემატება, იმიტომ რომ რაღაცა სოციუმია იმ კალათბურთის. სხვაზე არ ლაპარაკობ, ხო ხდები არც ფეხბურთზე, არც იმაზე, არც ხო ხდები რაღაც სხვას რო ილაპარაკებ, ის სხვა ხალხის მოვა და ეხა ის გამომწერები ყავდა ვისაც ოქტოპუსის ჩატში ველაპარაკებოდით ხოლმე და იქაც აი ამ კალათბურთული კითხვები იყო და ის ხალხი არის რომ გავაკეთეთ ყველანი გადმოვიდნენ და ვიყურებდნენ რა და რაღაც ძნელია ერთი თემით რო არ შეგეწყვიტეთ კალათბურთის ნაკრების წარმატებები რაც იყო ხო ეს უკვე ჩვენი ბრალია რომ უფრო აქტიური არ ვიყავთ იმიტომ რომ ეგ ისეთი კონტენტია რომ მე მგონია რომ მაინც გასვლითი გადაღებები უფრო მისაღები იქნებოდა ვიდრე აი დავჯექი და ეს რაღაცა მთელი კვირა მიმოვიხილეთ რომ იმ დღეს ნახე ის ჩააგდო იმან ხო ნუ იზამს მაგრამ აი რომ გახვალდა რაღაც კამერას წაიღებდა მაგალითად რაღაცა ნაკრების ვარჯიშზე მიხვალდა უცებ რა აი იდეაში რო რასაც აკეთებს ფეხბურთის ამბავში ხო ეს რო დადეს იქნა ხო და აი მაგას საინტერესოა შიდა სამზარეულო ძალიან კაი შიდა სამზარეულო კალათბურთის გერა ყველაფრის სამზარეულო საინტერესო მაგ პერიოდში რამდენი წლის წინ აკეთებდით 1 10-15 არა ვიცი რამდენი 2 წლის წინ მე მგონი 2 წლის 3 სადღაც ეგრე 2-3 წელი ხო ხო ნუ არ არის ის თქმა მინდა რომ ერთი სეზონი ხო გავკაჩეთ ხო კი ძმაო და ანუ რის თქმა მინდოდა რომ ეხლა სპონსორების კუთხით აქვე მადლობა ლუდისას ჩვენს წარმგეს და ბავარიას ჩვენ მეგობარ ლუდს გვერდში დგომისთვის სპონსორების კუთხით გაცილებით უფრო უკეთესად არის სიტუაცია დღევანდელ რეალობაში ვიდრე 3 წლის წინ რაც იყო იმიტომ რომ გაცილებით უფრო მეტი კომპანია გამოიხედა YouTube-ისკენ და უფრო მეტად აინტერესებთ არა გრამატიკულ შეცდომაზე გამიცინეთ. და აი კიდე გრამატიკული შეცდომების მეტი რა იქნება გიორგი. არა, ახალი დაბაზერებულია. ხო და
ბიჭო, ხალხს ეს უხარია რომ ეცლებით მეტი კომპანია გამოიხედა YouTube-ისკენ. მეტი კომპანია გამოიხედა YouTube-ისკენ. ხო. არა, შეგიძლიათ მოსმე ახლა. მოს დედაც ვადი რა გიორგი რა. ხო და ის ეხლა მგონია რომ ეხლა უფრო მარტივი იქნება და თქვენთვის მაგის გაკეთება რაღაც კუთხით, მაგრამ ხო, მაგრამ ეხლა ნახე მესად ვარ და ისად არის. ხო, საერთოდ სხვადასხვა გზაზე წახვედით იქ ჯაფარა ლიტვაში არის. მაგას თუ გავაკეთებთ უკვე ალბათ ასაკში ვიქნებით და უკვე ეს საქანაობელი სკამებში გადაფარებულები ვიტყვით რომ ნახე ხო, არა რთულია ძმაო. ხო, მე მეწყინა ფაქტია. არა, მეც არ გამხარებია ნამდვილად, მაგრამ სამწუხარო რეალობაა როგორც სიტყვიან. იზმაო, სხვა რა ხდება ახალი შენსკენ? რამე სხვა არ გეგმავ? იმის გარდა სამსახურის გარდა. ისეთი გადართული ვარ ამ სამუშაოზე, რომ აი მარტო ეგ მაგთან ახლა ოქტოპუსის ლაივზე თუ გამოჩნდები ნასვენ. ხო. ეს ლაივზე არ ამოსულხარ ხო ვაფშე იქ? როდის? 7 დღიანზე? როგორ არ ამოსულ? კი, როგორ არა შეჩემოდეთ. ფეხბურთს არ უყურეთ გარე? ფეხბურთს უყურეთ ხო. ნაცამში ყარ მაქვს, მაგრამ ნაკრებს ნაკრები იყო თუ ლიგაზე. მე მგონი კვარა იყო? კვარა იყო ლაივი. თამაში იყო. ეგ ლაივი არის ხო? PSG არის კვარა? ხო და PSG-ს თამაში იყო თვანო. ერთგვარად ლაივის ნაკრები არის. იყო შეჩემა რა გჭირს. უბრალოდ სხვა დროს არ ვარ. გარეთ რომ მე რო twins ღუნავდი რომ მაშინ ეგ იყო. მე რო twins ღურავდი რომ გარეთ გავაკეთოთ მეთქი ესეთი ავას. ხო, მაგას გეუბნები. იყო მეთქი. მე და პავლიკა რო ვიყავით. აფშე არაფერი არ ახსოვს. ეს მეუბნება მე არ ახსოვს შეჩემ. თავის თავს ვახსენებდი წერა. ხო, ეგ გადაცემამდე. ნახდათ. ხო, ეგეც იყო. ის რა ქვია, მან დიეტაზე იყავი მან? არ იყავი. იყავი მაგ პერიოდში, ლაივის პერიოდში აღარ იყავი. არა, იმ დღეს არ ვიყავი. ზოგადად კი. ლაივის ხარ. შენ იყავი ძალიან კაცრი დიეტაზე, ზმაო. შენ ის ყოფას მე, რავი, რა შემიძლია თქვა. წავიდეს და თავიდან ვიქნები. მე მეჭხურება ხოლმე რომ მაინდა-მაინც რო ჩამოდივარ, მაინდა-მაინც მაშინ ხარ ხოლმე დიეტაზე. ხო და ეგ საჭყობარი ხარ. ცუდი საჭყობარი ხარ, მაგრამ დიეტაზე რო ხარ, ცუდ ხასიათზე ხარ ადამიანი. ხო და გინდათ ხარ და არ მინდა კაც. ვერ ვიტყოდი ზმაო, ბიჭი, მე არ მახსოვს იმ თან როგორ მკაცრი, შენ უთხარი როგორ მკაცრი დიეტაზე იყავ. მე დაახლოებით მონახაზი ვიცი და. მე მახსოვს რომ იძახდა იმას უკვე მარიომობამდე. ხაშიოს მარიობას ეძახიან. მუსიკა მიდრაკა ერთ ასოს შეშლაზე, ერთი ასოს შეშლაზე. მარიობამდე არ ვსვავოდა რაღაცეებ და დიეტაზე ვარ და რაღაცე. მაშინ ხოძე იყო. 9 თვე. არ დამილევია წყლის გარდა არაფერი. ალკოჰოლზე არ არის ბაზარი, ვაფშე სხვა რაღაცების არ დამილევია და 18 საათიან არ ჭამას ვაკეთებდი. ანუ პირველ საათზე ვჭამდი შუა დღეს და მერე 7 საათზე. არა ცომს, არა ტკბილს და არა შაქრიანს და მარილიანს. 9 თვეები. ძალიან რთულია. ო 19 კილო დავიკელი. რამდენი? 19 თუ 18 კილო დავიკელი. 9 თვეში? ხო. ცოტა არ არის? მე რა გეგარი, კაი, ცოტა და ესე ხარისხია. მაგდენი კი აღარ მოვიმატე მე, მაგრამ ხა ისე ოქტომბრიდან იგივეს გავაკეთე. არ ვიცი 9 თვე რამდენად გავკაჩავ ისევ, მაგრამ ერთი წელი დიეტავს, ერთი წელი ჭამს, ეგრეა. ხო რა, ჩემნარი ადამიანისთვის ეგეც მისაღებია. და დაამყო. ცუდი არის რეალურად რა. ეგრე დიეტა. არა, ცუდი არის ჩემი აზრით ისე დიეტა, რაღაცა 200 გრამი ის ჭამე, აი ეგეთი. მაგას არ მომო. ეს იდეაში დიეტა ხო არ არის, ეს რაღაცა სწორი კვების ვარიანტია და შენი? ჩემი. ბიჭო, გამიჭირდება მაგის თქმა. არა, რატო? არის ცოდი, ივანიშვილის დიეტა ეგეთია. თილის 6 საათზე ვსვამ. თუ 18 სტაფილოს. ფრეშ. და იოგას აკეთებს თილი. ორანჟერეაში. არაფერს არ ვსვამ და მარტო ეს უნაკვეთი მაქვს საჭმელად მაგას არ ჯობია დაბალანსებული კვება და რავი რაც გინდა ის ანუ იმიტომ რომ პირველ საათზე ანუ ჭამის დაწყების ფანჯარა იხსნებოდა და 7 საათზე მთავრდებოდა თორე შუაში შემე 4 ჯერ მეჭამე ან 5 ჯერ რავი რამდენჯერაც მოგინდება მანდ მუღამი არის რომ ბოლოს ჭამდი ძალევარ შეიძლება თორე მანდარი შიმშილის მუღამი რა იმ დანაშენ 18 საათს რომ ორგანიზმი მაგ დროს რაღაცებს შვება. ისეთ სიტუაციებს აღებინებდა. მაქვს ხოლმე რაღაც აი თუ უნდა უეჭველი უნდა შევჭამო რაღაც. მაგალითად
გუში ბოდიში გუში ღამის 12 საათზე მომინდა ტკბილი აი ცხოვრებაში ტკბილი რო არ მიჭამია არასოდეს რა და რაჭამ ან ფილა მქონდა რაღაც შოკოლადის სახში გადავიკეცე რა და რა გამისწორდა და ეხლა თლიანი ფილაში დიეტაზე თლიანი არა ორჯერ მოხდა შოკოლადის ფილაში გამოსცდა ლუდს და შოკოლადს ერთად არა გუშინ შეხარ ეგეთი არ გავს რა არა გიორგი მარტო შეხარ ეგეთი არ მიცდია შევ მე ვასებ მე მაგრამ მე ვასებ შოკოლადი ესე ეგეთი უცნაური კომბოები რა გევასებ რა გახსენდება კიდე მე ყველი და პეჩენი ყველი და პეჩენი არა ყველი ისეთი როჟა სოტნე და პავლიკა ყველი ყველაფერზე მიდის ყველი კი გავწვეჩი კი შოკოლადზე არ მიდის მაგრამ როგორ არ მიდის არა არ მიცდია აი ლუდი და შოკოლადი მე ძალიან მომწონს ერთად რაღაც ტკბილი და ეს ცოტა მომწარო ლუდი რაღაცა მაგრამ მე მევასებოდი ყველი და შაქარი ბავშვობაში მაგრამ მევასებოდი ნათქვამი მოხსდაშებოდი ყველი და შაქარი მე არ ვიცოდი ეს კიდე კარგად ეს კიდე დადის შაქარი აი ძალიან ბიჭო ცოტას ვაყრიდი და რაღაც სტრანი გემო აქვს და მისწორდებოდა ბავშვობაში ეხლა აიღალი არ მისწია შეიძლება მარილიანს ჭამდა თუ შაქრიანს მარილიანს მე არ შაქრიანი ყიყლიყოს თემა არსებობს კი შაქარი და ყველის ამერიკას გავყვირდა ეხლა შაქრიანი არ გამიგია და არასდროს სწორია ხო იყო მე არც არც მარილი არ მევასებ ვაფშე შენ საზამთრო და პური თიმი ხარ თუ არა მე ვარ ეგ თიმი ხო არსებობს საზამთრო და პური საზამთრო და პური რა იცი რა თიმია ეგ პურს რომ მიაყოლებ საზამთროს არასდროს არ იწამლები ანუ შანსი არის რომ მოიწამო ცნობილი ამბავი სასმელზე ხო არ მუშაობს ეგ ხო არის სასმელზე არა ხო აი დალევს ყველა სასმელზე და ორი ფუნტი შეულშება არა აი ეგ ის არის და კომბოში ნესვი და ის მიყვარს აჯიკა ეგ გამიგია ნესვი და აჯიკა მაგრამ ნახე ნეს მარილი უხდება კი მომენტ აჯიკაც შეიძლება მოუხდეს ბოლო დროს ის დავამუღამე მე და ბევრი მეუნება რომ არაო გიჟი ხარ რა ბიჭო ნადუღის ხინკალში ერბოს ხვას ხავენ ხო და ეგრე ჭამენ მე დავიწყე ჩვეულებრივ ხინკალში ან პროსტა რა ჩვეულებრივ ქალაქურში რა ხინკალში ერბოს ჩასმა რა ის ჩვეულებრივ დნარი ერბოს ჩასმა ძალიან კახურია ძალიან გემრიელია რა ვი მაგრად გამისწორდა გავსინჯოთ მე აქედა რო გავა მაგრად მისია ეს ეგეთი დღე არის შენ კიდე გაკითხები რაღაცები გაქვს ბიჭისთვის მომზადებული პოეზია როგორ მდგომარეობაშია საქართველოში რას მეტყვი საქართველოში დიახ კარგში როგორც ყოველთვის მთელი ცხოვრება თქვენ ლექსებს თუ არ ჩავთვლით ჩემ ლექსებს თუ არ ჩავთვლით დიდად სახარჯიო სიტუაცია არა ბოლო დროს არ გაგვეძრა აღარ ვარ არა როგორ მდგომარეობაშია გინდა მე მარტივი კითხვით გაგცე სოდნე პასუხი აი ბიჭის პასუხი გიასთან რამდენჯერ ხარ ნამყოფი გია ჯაჯანისთან რა მდგომარეობაში პოეზია ეხა მიხვდები ერთხელ ვარ ნამყოფი მეჯერა რა არა ერთხელ იყო და მე იმას მდგომარეობაში ვარ ეხა მეუნებოდა ის რა ქვია ზუკი სადღაც იყვნენ წასულები რა ზუკი ჩვენი ოპერატორია ოქროს ძმაკაცი ეს ოპერატორს ეძახის პოეტები და ვიღაცები ეს სასტავი რა წაყვანილი ყავდათ სადღაც და სადღაც ლექსებს კითხულობდნენ რა მეც ვიყავი? ხო და ხო არ იყავი მეთქი ბოლო პერიოდში სადღაც ეგეთ ადგილას. მე მეგონა ძველ გაბაზრდა თუ არა რომ ვიყავიო და მე ვიყავი. მეგონა ძველ ამბავს იხსენები და მაგით. ეხა ბოლო ერთი კვირა ორი კვირა და რა ზუკი როგორ მოყვა ხო იცი ის რა ქვია. თავიდან ხო ერთი ორი ლექსი წაიგეთ მე თვითონ მოითხრა. ბიჭო წარმოიდგინე მთელი გზა წაიგეთ წარმოიდგინე ბიჭო პოლიტიკა თავი არა ვარდეს თორე თუ ავარდა მე დაენც რა ნებისმიერ წარმოიდგინე ხა აქედან რომ მიდიხარ სადღაც მე სვანეთში იყვნენ და რაღაცა ამ ხელა გზაზე რომ მიდიხარ შეჭმა და ვიღაც ტიპი ლექსებს რო ყვება მთელი გზა ვიღაც ტიპი კი არა ერთი არა ხო ეგ უფრო კაია დამიჭერე ვიდრე ერთი ყვებოდეს 24 ხო ან თქონდა სხვადასხვა მაინც რაღაცა გადაობა იქნება გას ბაზარიანე მე გადაობა კი რა კაი ლექსები თუ ძალიან საკაიფო იქნება მანდ იყო თემა რომ მოვაწყოთო ეგ ყველაფერზე ეგრე არის აი ზედმეტი ყველაფერი ტეხავს რა აი მე მგონი არის პოეზიის საღამოები რომ მქონია ხოლმე აი ვცდილობ რომ 1 საათს არ გადავაცილო იმიტომ რომ მე მგონია რომ აი ძალიან დამღლილია მსმენელისთვის რა
ანუ აი თუ დაიღაო და აღარ მოყვება დიდი ხანი კონცენტრაცია შანსი არ არის ხო და ანუ აი მაქსიმუმ 1 საათი რა აი რაღაც ჩემი პოეზიის საღამოა და 3 საათი გრძელდება ანუ სიგიჟე არ გამოვა ეგეთი რაღაც რა მაშინ აი სუაში უნდა ჩართო რაღაც ხო ექშენი უნდა მისცე რომ ვიღაცამ ხო რაღაც მე რა ვუთხარი სტუმრად რა ვუთხარ მე მგონა რომ თავის წიგნებით მოვიდოდა და როგორც მიდიან ხოლმე პოეტები სხვადასხვა წიგნს აჩუქებდა მაგრამ აი სხვადასხვა წიგნი ვიცი რომ დეფიციტია ხო დეფიციტი კი არ არის ერთი წიგნი ვაფშე აღარ არის რომელიც პირველი წიგნი იცი რომ წელს გამოვეცი 2012 2012-მდე რა საკეთებდით სად არის ეგ ხალი გითხრა ეგ ხალი რაღაც მომაკავდა თვალში ხო და ეხა ვაპირებ რომ მეორე გავაკეთო რა ახლა მომავალში ბაზარი არა თან რაღაც მორალურადაც დავუაგდი თან ავტორები ხო არ გინდა თქვენ რეცენზია გამიკეთეთ წინა სიტყვაობა არ არის ღარიბი კი აი შენი წინა სიტყვაობა რა რო შეაფასებ ჩემი ბიჭი ივანიშვილზე რო ისაუბრო მაშინ წინა სალომაც ამაკითხო ყველა ვარიანტში ხო რა თქმა უნდა გამოგიგზავნა არა თუ გინდა თვითონსა დავწერო არა მაგარია თქო წამაკითხო არა არა კი არ დააკომენტარო უბრალოდ ანალიზი უნდა გავუკეთო რაულაი აქ პოეტი გულისხმობდა რაღაცა ეგეთი გინდა ვერ მიხდა არა ანალიზი აბა ანალიზი ანალიზი ხო არა შენ გააკეთე. აი სხვა კითხვები. შენ გააკეთე და მესამე წიგნზე შეგაგაკეთე რომ მიხთე რაზე აზამო. ისე რა ქვია. აი გიორგი რას დაწერდი ანალიზში? ანალიზში დავწერდი მე ბიჭის შემოქმედებაზე, რას უძღვნის და რაზე საუბრობს პოეტი ყველაზე ხშირად. მაგრამ იმაში მართალი ხარ რა ჯერ უნდა წაიკითხო ყველა რა. რა წაიკითხო. წიგნის რეზენზია გააკეთე. ეგ მართლა დაგი კომენტარებ რაღაცას თორე. მე მაგი არ თქვი მე. მე ახლა მომავალში მინდა გავაკეთო მოკლედ და წარმატებები ჩემო. მომემზადეთ მაგისტრის რომ იყიდოთ ყველა ვარიანტი. კი, ჯერ წამოკითხე მე დაგიწერ. ხო და აქ ეხა კი მაღალ პოეზიაზე საუბრობთ ხო? პოდკასტი ცოტა სხვა რაღაცაზეა. აუ ეს ეგრე უნდა გსმოდათ როგორც ბაბასილს და გუნდისტარის. სადე, მაგრამ აღარ გეტყვი. ჯერჯერობით მარტო ეს ჭაშამეტია ეს ყველაზე ბოლოს ნაყიდის. ცოტა ხანი ხუთს ვერ იფარებს. რამისთვის უშანკაში მაგრამ ის გუნდია აკამდე რაც არის ხო აუ თქვენ უნდა წაგიყვანო და გააკეთებინოთ ეგ ეს გაკრას თავი დახედე დააკვდე მასე ჩემო იდეა კონსულს მალო ვა ის რა ქვია გო ცოტა კითხვები თუ აღარ გაქვს მე თქვენთვის მაქვს თამაში მომზადებული თავი კითხვებს მეტი რა არის მაგრამ თამაში რა მაგარ გადაცემაზე მოსულა 24 გადაცემა ის რა მოიცა ერთი ხო დავარტყი შენ ჯერ გააქვს რატო არ სვამ და მაშინ ცოტა აქტიურად ამას ველოდ სპირტიანების მოღამი გაქვს არა ხუმრო ნიშნებზე არის მთელი თქვენი თამაში აგებული უნდა მითხრათ ეს საგზაონიშანი რისთვის არის ან რას გვანიშნებს ან როგორც ჩვენ უსამართლო ქვიში გვაქვს რამე კარგი ხუმრობა უნდა მითხრათ ამ საგზაონიშანზე ხუმრობა და მაცირკაჩეკი ან ხო კარგი პასუხი შეფასდება 2 ქულით და სწორი პასუხი შეფასდება 1 ქულით ანუ ეს არის ემინემის 10 პაკეტზე პაგაზი ქრობდივენს ბიჭო ის არის ხო გადასავარდნი ფრთხილად წინ არის სანაპირო ზოლი სანაპიროზე გადასასვლელი არ არის ზოლი სანაპიროზე ზოლი ემინემს ეკუთვნის ხულას ბაო მარხელები ამისებია მატაებლის ხულა პროსტო დავიწყო კი ბატონო რა თქმა უნდა ბიჭი ივანიშვილი დაწინა 2 ქულით იმიტომ რომ ეს მართლაც მამ კლიპიდან არის ხო მანდ არსებობს ეგის ოპა ეს არის ის ხა ხუმრობას არ ვეთქვი ხა ეს ნაღდი არის რა ქვია მაგას პალიცეისკი ბუგორები სოლიარი ხუა პირდაპირ ნიშნავს არა ხო ის არ გადამიკეთებია პალიცეისკი მაგაზე ჯდებოდა მაგაზე სლოკია ხო ნუ ნუ დაგიხსნი არა ეგ არის ბუგორები გზაზე
აი, ხო, ჩემი პასუხი ეგ იყო. სული გზაა თუ წოლიერე იყოს. ან მე უოჭველი ქულაზე დაჭიქი. უსწორმასწორო გზა არის, ბუგორები არის. ბუგორები რა, სწორი გზაა? შენ სხვა რაღაცა მითხარი, შენ მითხარი ბუგაროკებს თუ იმას რო ეძახიან. წოლიერე პოლიციელს. ეგ არ არის შეჩემა, ის ერთიანია ხოლმე. ის ვიხუმრე, ის ხუმრობაში აი, არა, მოს მაინც ანგარში გათანაბრდა მოიგო. მადლობა გიორგი. ოკეი. აკვირვებული ძროხა. ძროხა რომელსაც ეჯახები და ძროხა რომელსაც ეჯახები. ხო, ვიდეოში ეგ უნდა იყოს, ხო? ესეთი ესენი არის. ხილად შეიძლება ხო, საშინაო ცხოველი იყოს, ან სხვადასხვა ცხოველებზეც არის. ნახირი რო ხშირად იქნება იქ. ახალი ხორცი. ხილად ნახირი. ახალი ხორცის კაი. მოიცა, თქვენი პასუხი ფრთხილად ნახირია. შეჭირდებით. ნუ ხო, რო არის სიფრთხილის ნიშანი, რომ ეს შეიძლება გაგეჭითოს რა. როცა ირემზეც ხო არის ეგეთი რაღაც. სამკუთხედი ხო იცი იმას ნიშნავს დათმობის ის გაქ რა ძირითადად ნახევს უნდა დაუთმო, ანუ თქვენ მაგას გულისხმობთ. არა, სამკუთხედში არ არის დათმობის და სამკუთხედი პირიქით არის დათმობის, ქვევითაა აქ ის. არა, შენ თუ გაქ რა. აი, ნუ მე სწორები. ეგ არის, რომ ხილად ნახირი და თქვენი რა არის ახალი ხორცი. ახალი ხორცი. ეს არის პირუტყვის გადარეკვა. აი ხა არ მითხრა რომ არ არის. არა, სწორი იყო ბიჭი. სწორი პასუხი უნდა მოდი ახალი ხორცი კაი იყო, მაგრამ ხა არის სწორი პასუხი ვერ ჯუნია. ლოგიკურია. ო, პეპლები. ხილად პეპლები. ეს რა შეიძლება? ეს შეიძლება იყოს, რომ კარი უბერაოდეს მარცხენა კარის ის არის რა. რომ აქედან იყოს დამბერავი კარი. კაი, მარცხენა ბერავი კარი 1. მარცხენა ბერავი კარი 2. ადები. საქართველოში არ წამოვიდეთ რა. საქართველოში არ არის, ხო? აი, მოიგო, აღარ მაგრამ სწორ პასუხს თუ ჯობია. ვერდითა სწორი პასუხი. მარცხენაში იმაშუა. არა, რო კარი კომენტი რო კარის აქედან უყოლები ხარ გახსოვთ როგორ იყო? პირიქით რო იყოს აქეთან ერთი ვიცი რომ ერთი გულით მეტი მეკუთვნის უეჭველი. არ ვიცით როგორ მიდის, მაგრამ 4-4 არის. უსამართლო. ესე გადანაწილდა და გავაგზავნე. მას ვერ მიშვეს. წავედით. ო, სიმონ ვინგადადის. არ დამეჯახო, ბიჭო. ეს არის ბაბულიკების გადასასვლელი არის თუ რა. ანუ ესეთი გადასასვლელი არ მინახავს. აუ ბიჭო ეს არის. ჯოხიანი მინახავს, სათვალიანიც მინახავს. ეს არის გადასაპარი. უნდა გადაიპარო. ბიჭო რა სტრანი ის არის იდეაში რავი, მწვანე უნდა იყოს. შუქნიშანი გგონია შენ ეს ვაფშე? ო, რავი მე მგონია რომ შუქნიშნის ის არის რა, მწვანე შუქი. ნუ უბრალოდ განსაზღვრულია სპეციალურად რომ ვერ მიხვდე. ფერებს ვერ არჩევს. არა, ვიცი რომ მწვანე არ არის ეს. არ ვიცი რა ფერია, მაგრამ არ არის ვიცი. ლურჯია. კაი, არა აქვს დიდად პასუხი, მაგრამ ეს არ შემოხვედრია. პროსტა ჩვეულებრივი ის არის რა. იქ ბავშვი ხატია ხოლმე. ეგ არის ფრთხილად ბავშვები. არა, იქ ზებრა ხატია ხოლმე ბავშვი რაშუაში. ქვეითა ბილიკი ბაზარი არ შემოხვედრია, ეს არის რევერსული მოძრაობა. ეს არის ორივე მხარეს რო თავარი გზაა. ასე ავხდი. არა, ეს ჩამოუყალიბებელი მძღოლი. ანუ მარცხნივად შეგიძლია და მარჯვნივაც რა. აი, კაცო, რა ორიგინალური. ბიჭი პირდაპირ იცოდა პასუხი. აშკარად მე ვერ გავითვალისწინე რომ ეხა პრავის აღებას აპირებდა და აბა ეს რა ეს არის მე ხუმრობა თვითონ მე სიმართლეს ვაპირებ ყველაფერი 100 მეტრაში ანუ ყველაფერი აწერია პრინციპში ხო აი რა უნდა იყოს სხვა რომ მარჯვნივ 100 მეტრში არის პროფილაქტიკა დიდი ალბათობით ეგ იქნება მაგრამ შეიძლება იყოს 100-იანი კლუჩები აქეთო მერაბასთან უცად მერაბასთან 100-იანი კლუჩებიო არ არის ხო ეგ ბანზო ფრთხილად ტრამვაი
დაგასტრო. იმიტომ რომ ვამეცადინე იმეებში. წეგა რო უთხარი. არ უნდა მეცხრე. სამკუთხედი რა ყოფილიყო, თხილად სხვა არ იტყობი. აი ხო ტრამვაიზე სხვა რა უნდა დაეწერო. ახი ტრამვაი ხო არა თხილად იქნება რა. ბიჭო, რომელი ანუ ნახე ქალაქში რომელ ტრამვაიზე ამბობ ცოდნა. რომელი ტრამვაია ბა? ვაკის ტრამვაი. ვაკის ტრამვაი? არ ყოფილი ხარ? როდის ხარ ვაკეში ბოლოში ჩემ? იქიდან მაგით მოვედი. გამდიხო. ნაჯი რაღაც მოუწიე და ტრამვაით მოვედი. ბევრს აქ ხოლმე ის რა ქვია, ბევრი ატრაკცია ხოლმე მაგაზე რა. რამდენით? რატო არის შენიგებ? კითხებში რატო არის ტრამვაი? კითხებში რატო არის ტრამვაი ესე? იმიტომ რომ აი შეცდომაც აკეთებს საერთაშორისო პრავა არის. ჩვენი სხვაგანაც დადიხარ და მაგიტო. ეგ კითხვაც უნდა ყოფილიყო, მაგასაც გავუცნობ. ეს არის უნდა ეწეროს თვითონში. ნახე ხარა უკნა. ნახე ხარა უკნა არის ხო, ასარი. ძმაკაცები მივდივართ დასალევად. ეს არის რა ქვია. ხრეში. არა, ძმაკაცები მოვდივართ დალევით. მოსრიალების საფრთხე არსებობს. მოსრიალების საფრთხე. ნახე როგორ სერიოზულად მივიდა. აი უფრო კაი იყო ჩემი. რა სერიო აი თქო. ხო ეგ არის ხო? ის უნდა იყოს რა ქვია ამაზე. თხილად უნდა თქვა. თხილად მოსრიალები. ამას ისაკლია ესე გადმოყოფილი ტიპი. ერთი ლუკიდან რო არის ამომძრავი. მოძრაობები გაბატონო მოლიპული გზა. ეგ არის. მოიგო ბიჭი მოიგო რაც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ პრავს ეხა სწავლობს და ხო არ წავაგებინებ ჩეჩემამ. არა, იქ არ წავაგებინე არა, უსამართლობა იქნება რომ წავაგო. შემდეგ გადაცემაში ერთ თვეში გაქვთ უფლება რომ მოხვიდეთ და თავიდან გაიაროთ. შეიძლება გადაიხადოთ? შეგიძლია გადაიხადოთ. პრაქტიკის ის არა გაქვს. 250. სადა მოხვედი ხო შეიძლება? სადა მოვედი შევამჩნევ. რომელი გინდა? გადაცემის მერე. მე წავაგე? ჩემი ცოტნიკო დალევს. აგებული ვიყო. მერჩი უნდა რომ ეწამიგო. მე და თუ იყო ბიჭისას დაუსხათ თუ შეიძლება აბა ჩემი მართვის მოწმობის აღებას გავუმარჯოს. წარმოდებას გისურვებთ ხო შენს და იმედია მალე ვიზო. ვინც ახლა გადის მართვის მოწმობას და ამ საკზო ნიშნებს იცნობთ და ეტყვით იმაზე რომ აი ეს აი არისო და მწოლიარე დაწერტი პასუხებში. ძალიან კაი პასუხები იქნება ამაზე. ჩვენზე სასაცილო კომენტარები. ესე ვიტყვი მაშინ წარმატებები. ყველაფერში რაც გვაქვს დაგეგმილი და რაც გვაქვს მომავალში ასახდენი საქმე იქნება თუ ოცნება. წარმატებები ყველაფერში. კომენტარებში უკეთესი ვერსიები თუ გექნებათ ამ საგზაო ნიშნებზე, ვიდრე მწოლიარე იყო და აე და ის რა ქვია თხილად ზებრას არ წამოიგოთ. ემინემი დამიჩაგრე და ეთქო მაგიტო ვერ მოვიგე ხო? საუსტენი ამასაც დაავიწყდა ეგ და ეთქო არ ჩამეთქვა რომ იყო მაგიტო. ეგე ძალიან კაი. უკეთესია და მოიგებთ გაუგზავნოთ მე ჩვენ მაყურებელს ის ჩიპსები. კი ბატონო. დღეს დავარიგეთ ბევრი და ბარე მაქვს კომენტარს მოწყობას გესურვებ წარმატებას და ვინც გადის კიდე ახლა მომავალში ყველას და კიდე დავანავარო. პროცესში გახდება კიდე ქალაქი. კიდე დავანავარო თო ხმისა პრიზები? დავაი. ფრთხილათებზე თუ ის იყო წითელი გაუგზავნეთ ეს ანუ ლურჯებზე ლურჯი ამას რომ წვანე გონია აგვე ხო რადგან გავიხსენეთ ეს კომენტარებში რო გათამაშება გვაქვს გეტყვით რომ იყო ერთი კომენტარი ანუ ბევრი სახალისო კომენტარი არ იყო სასაცილო კომენტარი მაგრამ ერთი ამოვარჩიე და მე მინდა რომ გარდა იმის რომ შემდეგ გადაცემაში გათამაშდება ყველა სახალისო კომენტარებზე ვინც ამ თემაზე დაწერს. ასევე ესეთი თხოვნა მაქვს, რომ აწისოთ შევცვალოთ სტილი კომენტარების, რომელიც გათამაშებაში მიიღებს კიდევ მონაწილეობას და ეს იქნება კომენტარი, რომელიც საინტერესო კითხვას გამოაგზავნის შემდეგ სტუმრისთვის. შემდეგი სტუმრისთვის. ვერ გარავყვა შეჩემო. თავიდან როგორ დაიწყო საინთ რო თქვა მე რაღაცა საინთ რო რაღაცა იქ ჯაგრძელეს საინტერესო ვაფშე ვერაფერი ვერ გავიგე Christian Science არა თავარია მაყურებელმა გაიგოს შენ ამ შოუბავს შენ აგონე მაყურებელი გაიგოს მოკლედ რა უნდა ქნან მოკლედ რო თქვა აი მოკლედ არაფერი განსაკუთრებული შემდეგი სტუმრისთვის მოიქნებათ რაიმე კითხვა რომელიც მომეწონება და რომელიც მოხდება გადაცემაში მას გადაეცემა ანუ სახალისო კომენტარები დაიწყო საჩუქრად მას გადაეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები ეს შენ ბიჭი რო ვა დიდი მადლობა ანუ დაინახონ რომ ვითომ მართლა გატანთ სახში სტუმრებს ჩიპს Anubis self
Okay. Oh my gosh. იმედია სწორად წავიკითხე. ანუ ისე კი მე აღარ ვიცი. ძლივ სტუმარი, ვისაც წამყვანებზე მეტად უყვარს ლუდიო, იგოზე იყო საუბარი, როგორც მივხვდი. და შემდეგი სტუმარს კითხვა. მოდი გრამატიკაში მაგარი გარღვევა გვაქვს და რაღაც უნდა ვქნა. შემდეგი ტესტი იყოს გრამატიკული. შემდეგ სტუმარს კითხვა. დიახ. გაიხსენე ბოლოს როდის თქვი ფრაზა დღეიდან აღარ ვსვამ და ის თუ რა მოხდა წინა დღეს. რომელი გავხსენო? ფრაზა თუ წინა დღეს რა მოხდა? ორივე. გუში რა მოხდა? გუშინ თქვი. დღეს თქვი დილით აღარ ვსვამო? დღეიდან აღარ ვსვამ. არასდროს არ მითქვია. ცხოვრებაში აღარ დაულეთქო, არასდროს არ მითქვია და დღეიდან აღარ ვსვამ, როცა აი ეს მოვყევი, იმის მერე 9 თვე არ დამედა. რო იძახდი რომ 9 თვე. ანუ ის არ ქონია შეჭმა არასდროს პახმელიაზე თავი გისკრა. არა, ეგ თქვა რომ არასდროს აღარ დავულე ღმერთო ეხა გადამარჩინე, როგორ არ ქონია. მე ბიძახი სერიოზულად ვთქვი და მართლა გავაკეთე. სერიოზულად არ გვაინტერესებს. რა ეგრე ყოველდღიურობას ეგრე ვიცი. ღმერთო ეხა გადამარჩინე და აი ხოც რო დავალოდოს და კარგად ვხარ. არა, ღმერთო არ მოწთეო. უკან მიმაუშები სიტყვები. ღმერთო მართლა კი არ მოწთე ამაზე სხვა რაღაცა უნდა გთხოვ მე. ღმერთო არ მოწთე. არა, ხო, ნუ ეგ რა ძალიან შეუძლებელი. და განსაკუთრებული გააქვს მაგ თემაში? დალევაში? რომ მართლა ნამეტანი მომივიდა. კი, ერთხელ იყო ეგეთი ამბავი, რომ წნეთში ამომერა ჩემო. ლაივზე ვარ. არა, ლაივს შეუძლებელი. ლაივს ისე ვერთობი ხომ თვალი რო ვარო, ბოლო ლაივზე სპეციალურად თვალი მოვედი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ მიმიყო ხალხმა. მაგრამ მე რა ვიცი, პავლიკა თუ მაჯობებდა, არ ვიცი. მოახერხა ეს ყველაფერი. ჩემს ზოგადად სამოვიდა წნეთში ჩემთან რა. და დავიწყე დალევა და გადაიზარდა ძალიან ძიმე დალევაში. და წამოვიხავ ჩემი ძმაკაცი ამოგვივლისო და წავიდეთო ბეთანიაშიო, მაშინ რაღაც იყო ფარივით, სკაი ბარით, რაღაცა ერქვა აღარ მახსოვს. იქ წავიდეთო და გავაგზავნე და მე დავიშალოდო. და ამას რომ მეუბნება უკვე 1-3 საათია ჩემთან ვარ და უკვე ძალიან მაგარი მთვრალი ვარ. სანამ იმ სკაიბარში ავდოდით წნეთში 2 ადგილას გავჩერდით სხვადასხვა ჩვენ მეგობართან და ორევე ადგილზე დავლიეთ. და მე ამ სკაიბარს გავცდით და წავედით კიკეთში მონასტერში. მის ძმაკაცთან და რატო ვეძახი მის ძმაკაც. ეხლა კი ყველას კარგად ვიცნობ იქ ვიცნახე, მაგრამ ეხლა ნახე ისტორია. და იქ რო ჩავედით დალევა ყოფილა, ამას ვიტყოს რომ ვაფშე არ მახსოვს არაფერი იქ რა იყო და დილას ვიღვიძებ. ეს თვალები რო გავხდა და ჭერში რო აიხედა და ჭერზე რო ხვდები რომ ისეთ ადგილზე ხარ რომ საერთოდ აზე არ ხარ ვაფშე სად ხარ. ჭერი რო იყო უკვე კაია. ჭერი რო იყო კაია. ჭერს ვინჩი ვისდა თავი რო წამოვწიე. აშკარად იმ ოთახში მეძინა სადაც დიდი სმა იყო. იმიტომ რომ მაგიდაზე სულ აი ესეთი რაღაცეები ტახტზე ვწევარ, ხელი მაქვს საფერფლეში ჩაყოფილი და შავი ავჩარკა მლოკავდა რა. ვახ, მეთქე სად ვარ ახლა მაგას ვფიქრობ და ანუ ტელეფონს დავხედე და დილის 7 საათია. არა, რასნი არავინ არ არის იქ. არც ჩემს გვერდზე აძინავს არავის ადამიანები ადგნენ და თავთავით საძინებლებში წავიდნენ. და არც ვიცი რომ კიკეთში ვარ. კარი გავაღე. ეს გვირილებიანი მინდორი არის მარტო და არაფერი არ ჩანს სხვა რა. უკან ტყე და გვირილებიანი მინდორი. შემოვედი, არ ვიცი რასა და ვისთან ერთად ვარ, ვაფშე არ მახსოვს. ბიჭო რა ქენი ეგეთი. დავჯიქი ხა სადაც გავიღვიძე ამ ადგილას და ფეხის ხმა მესმის. აუ ხა სამასკაში ვარ უკვე რომ ვინ ჩამოდის, აი ვინ უნდა და ჩამოვიდა ერთი გოგო. გამარჯობათ, ესე მესამება. ანუ ისეც არ მესამება რა, ბიჭი და დავლიეთ გუში. გამარჯობა. გავიდა სამზარეულოში. მე კიდე ფეხის ხმა მესმის 1-40 წუთში. ორი გოგო ჩამოდის. გამარჯობათ, ორივე მეუნება. ვაფშე აზი არ ვარ ვინ არიან. არც ერთი არ ვიცი ვინ არის. და ესენი წავედით, მე კიდე გოგო ჩამოდის. გამარჯობა. ესე მესამება. ყავას ხო არ მივირთმევ, უკვე კაი პონტია რომ ყავაზე კი მეთქი როგორ არ მივირთმევ. ვირა ქვია თქვენ. ყავა კი მაგრამ თქვენა. მე ორი ბიჭი ჩამოდის. გაუმარჯოს ძმა. ან ცოტა ეწყიდაო. ბიჭო 6 კაცი ჩამოვიდა, არავის არ ვიცნობ, წარმოიდგინე. და ესენი ყველა გამოვიდნენ, ყავა დავისხი, გარეთ გამობძანდით.
თუ რაღაც დაუჯექით, რაღაც იცინი ანუ ყვებით რაღაცა. ბიჭო, ვისთანაც ვერ ხვდები, იმიტომ რომ არავისთანაც არ ვარ აქედან, იმიტომ რომ არავის არ ვიცნობ. და 2 საათი გადის და ჩემიც მაგასი ჩამოვიდა. აუ, მეთქი შენთან ერთად. აი ეგეთი ისტორია მქონია კი. აღარ ერთადერთ ცხოვრებაში მე ჯერ არა. ჯერ კი. დედას ვიცავ. დაწუნებული ვარ. დედას გეფიცე. მე არ მქონია ეგეთი ის. Blackout. არ მახსოვდეს, ანუ მომენტები შეიძლება არ მახსოვდეს. აი ძალიან რაღაცები რა, შეიძლება ძალიან ამოვარდნები მქონდეს რაღაც, მაგრამ ამოვარდნები იმ პონჩი რა შეიძლება სერიოზულად მეძინოს და ეგ არ მახსოვდეს. მე მქონია ერთადერთი რომ უცებ რომ გავიღვიძებ ისა მაქვს ხოლმე რომ ბიჭო 3 საათი ვიყავი. სახში როდის მოვედი და რაღაცა, მაგრამ მე 3 საათი ვიყავი 6 უცნობ ადამიანთან და რომელთანაც დაორჩიო. ხო და ეგ მაქვს ხოლმე. ერთ-ერთი ზაღლი აღმოჩნდა იქ რომ ვინც მლოკავდა და ვისთანაც გიძინა. სუპერპლეი იყო მეორესი და ხო, ეს ხელი მეტყვი. ხო ეწეოდი და იმაშვებოდი. არა, მე გაიცანი ხო იმედია ის ხალხი. არა, მე გაიცანი. კაი ხალხი აღმოჩნდა. კი პატრონეს და ყავა დაგალევინეს მინიმუმ გორდეზართან ერთად ვიყავი და მისი მეგობრები იყვნენ და მე ხო კი ვიცნობ ყველას კარგად მოკითხა. თქვენი ერთი კითხვა გამოგზავნე ამ პატრიოსთან ადამიანს. კი. რა იცოდა რომ მას მოყვებოდი თორე არ გამოგზავნე. ძალიან გადაობა ისე ეგეთი ისა მოსაყოლად აი იმ მომენტში არ გავადა. არა, თუ მაგალითად რაღაცა შარს არ გადააწყდი ესეთი დალევის მერე. მე არ გამოვიდა. ხო და თუ ტიპი თვითონ თუ არ ხარ მაგალითად ხო არის ბევრი ტიპი არის ვინც ძალიან ბევრს სვავს და მე შარიანია და ხუბობს და რაღაცა ქალაქში ბევრი შეხვდება ხოლმე მაგალითად პარასკევს თან შაბათს კი არა მეგობრები ხდება. ხო, ნუ ყავს კიდევაც ვიღაცები ეგეთი და თუ ეგეთი ტიპი არ ხარ ხო და ბევრი დალევა მოგივა მე საინტერესო ისტორიები გროვდება რა აი კარგ ახსოვს და გახსენებენ სხვადასხვა ერთი მე და ცოტნეს დალევიდან მე ეს ხო ზირთად ერთად ვსვავთ ხოლმე სადაც პავლიკასთანაც ნიუზელი არ აქვს ეგეთი ისტორია კი გადღლეზოამდე რო ვსვავ ხო იცი რაღაცა გამიხსენებია რაღაცეები სურათებით მაგალითად რა ანუ რო ჩამიხედი მე სურათებში და ამას რო ვაკეთებდით და რაღაცა ეგ ძალიან გადაობა ციფრო არავის არ იცნობს ძალიან. არა, ეგეთი ის არ მქონია, სადღაც არ გამიღვიძია თან. კაი მოგონებაა თან. არა, მქონია რომ სადღაც გამიღვიძია, მაგრამ მახსოვდა როგორ მოვხდი იქ. და აი, ამთვრალი თუ ვარ დაძინების პროცესი არ მახსოვს ხოლმე არასდროს. აი, ბოლო მომენტები რა, აი რაღაც უკვე გონებაში რომ შევა ის პონტი რა, აი აქ ვიძინებ, იმის მე არაფერი აღარ მახსოვს ხოლმე. ბიჭო, მე მაქვს ხოლმე აი დილით უცებ რომ გეღვიძება იმ მომენტში არ მახსოვს, აუ სახში ვარ. რომელზე მოვედი? როგორ მარა ეგენი ხა ეგ ძალიან. როგორ მოვედი და მე ნელ-ნელა მახსენდება რომ ხო იქ ხო იმაზე ტაქსი გამოვიდა რაღაცეები. მომენტი ბიჭო რაღაც ძალიან ცუდი დალევებიდან დაჟე მახსოვს, აი ტაქსისტების სახელები მახსოვს ბიჭო ხენდე და ნომრები დღესაც რომ ანახო ვიცი. ნომრებიც მოაქვს მე. ერთხელ მე და შენ გადღლეზილი მტრალები ვიყავით, მახსოვს აჩიკო ერქვა ბიჭო ტაქსისტი. აჩიკო კი ძალიან დიდი ცხვირი ქონდა. და ძალიან ბევრი ქონდა. ბიჭო ის რა წაგვიყვანე მეთქი აღონ ფული ხა არ გვაქვს მეთქი რა მანქანაში მაქვს მეთქი რომ მივალთ მე მოგცემ მეთქი რა და გენდოთ კი და მანქანაში შუაში ანუ რაც კი რამე ხურდა და ის იყო ხოლმე ყველაფერს მანტყრიდი ხოლმე რა და რომ შევედი ეზოში და რაღაცა ვაფშე ყველაფერი ამოვიღე და აი ესე გავიტანე რა ზომაზე მეტი მიეცი ძალიან ბევრად და აი ეს ბიჭო კაი ტიპი იყო ძალიან რა აი ძალიან მაგრამ სანამ ეს ბარათით გადახდები დაიწყებოდა ხო აწყობდათ ეგეთი რაღაცები დაქს რა ხურდას კარგად აღმოაყოლეს არა მე ტიპს ვუტოვებ ხო ტიპს ხო ჯიგარი კაცი მე გააჩნია როგორ აი ხასიათზე როგორ იმგზავრებ გააჩნია მაგას შეჩემ ხო ერთი ვარსკვლავი დაგეწერია რაღაც მარილი რო აკოდან გზავრობა ეხა ვიყავით იმაში რა ქვია ქუთაისში გადაღებებზე რო ვიყავით რა ჩვენ მე ეს და კალა და მან როგორ არ დამირეკეთ ჩემი მეორე ქალაქი ის რა ქვია სადაც რესტორანში მივდიოდით ერთად და ტაქსისტი მეუბნება და ამას ეუბნება გვერდზე ეს წინ ხო ეждდება მსუქანია და დიდი ადგილი უნდა იყავს 5 ქულას ხო დამიწერო რა ხო და ამა კიო რა პრობლემაო რაღაცა წეღანო ვიღაც ირანელი იყო აბოყინებდაო და გადავაგდეო და ერთი დამიწერა და
რაღაცნაირად შემეწოდა. ანუ და ხოდა გადაგდებისთვის. გადავაგდეთ ყიდიდან შეჭ. არა, რაღაც სულად წარმოიდგინე ხარა სადაც გვითხრა რეგებს აკეთებდა მანქანაში, რომ ხო, ხო. სკუშეთითებს იყოფდაო და მიკითხარე ცოტა სხვანაირი ის ხო იცი როგორც არა ხო, ახსიმონე. არა, ზაგინდა ბევრად იაფი არის ხო იქ მგზავრობა. ვიდრე საქართველოში, ვიდრე თბილისში. იმას რა ქვია. პატარაა რა. სტაიანში კი როგორ უნდა ხო ის რა პარკინგის ოსტატი. პარკინგის ოსტატს პარკინგ დუხუცესი. იქ ბიკენდიასთან ვიყავით რა. რომელი ბაბუკაცი რო არის? საკაბაბიში. ბიგენდიაში ხო? და ოსტატზე გეუბნები. შედარებით ახალგაზრდა. ხო, ბიგენდიასთან. ახალგაზრდა ბლადნოის რო აქ ხო? ახალგაზრდა მე სამივე ვისნობ მან. დაგვაყენებინა მანქანა რომ გამოვედით, ის რა ქვია, კალა მომიღო და 3 ლარი მიცა რა. ეს რკინის 2 ლარიანი და 1 ლარიანი რა და რომელზა აგი ბევრია ოსი. აგი ბევრია. კი რა, კაი ჩუმაკია. ვარდიანტი არ არსებობს. იმასთან გავაჩერე ერთხელ შენ სადგურის მოედანთან წინ აი სადღაც მანქანა რო ავედი ჯერ იმ პარკინგზე გაუსვი. ხო, თბილისში რა, სადგურის მოედანთან რა. წინ ხო იცი ის დიდი მოედანი როა რაღაც სანამ იქით პარკინგზე შეხვალ. სადაც რო ავედი ჯერ გაუსვი ძირს, რაღაცა ძლივს მივაყენე, სადაც ხრეშენ აი ძალიან საზღარ ადგილას. გადმოდირო და ვიღაცა ტიპი მოვიდა ესე. მადგას რაღაც ისაცვია თან სტაფილოსფერი რაღაცა და ნუ მეთქი ხო კაი რაღაცა და ანუ ვალდებული ხო აღარ ხარ რომ ისე მაგას. ამოვიღე და 2 ლარიანს ვაწვდი. გახედეო ჯიგარო 5 ლარი ღირსა და რაღაც არის მიკრული იქ შეშემა რაღაც და თავისი ამობეჭდილი წესები დაგადგა. ამოვიღე კიდე მივეცე სამნარი ჭკაპ ჩეკი ამომირთხა. მომაწოდა. ეს აი რაღაც საზიზღარ ადგილას გავაჩერე და ჯიგარო ხო არა ძალიან გაძვირდა პარკირება. მაგარი ბიზნესი. მე მაქვს თქვენთვის მეც მაქვს თამაში. შეიძლება ეს პრავას რო აიღებს, მე უფრო კარგად გაიგებს ამ ყველაფერს მაგრამ. მე იმდენად არ ვარ მანქანის მოყვარული რომ პრავას ავიღებ და ძალიან ისეთი შემთხვევა თუ იქნება მაშინ გამოვა მანქანა. კარგინე მოტოციკლით პრავა აიღე და ჩოპერი იყიდე. ბევრად უფრო მოგიხდება. საშენოა თან აი პოეტი აი წარმოგიდგენია მოტოციკლს და მიდიხარ ეს გარშოკი გახუროს და ლექსებს იძახი. თან გალაქსში. აი გეში? დეგენერატ. არ პოეტი ბაიკერი გაიგია შენ? ო სანამ თამაშზე გადავალ დაფები დაუჭირდება და მარკერები, იმიტომ რომ ჯერას სტილში არის თამაში და სანამ დაფებს და მარკერებს მოგვიტანენ, მანამდე გეტყვით რომ ჩვენი წარმგენი არის ლუდისა და ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია, რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება. ხო, ლუდისას წითლები გასინჯეთ ხოლმე უფრო. რა თქმა უნდა, მწვანეებს მიაწექით, იმიტომ რომ ყველაზე ლურჯებს რასაც ჩვენი სხეულში არსებული ყველა დნმ-ის მოლეკულის სიგრძის სისტემის ზომაზე მეტია. დავაი. 3 2 1. იყოს. მართალია, რა თქმა უნდა, მართალია, მეგობრებო. ბავშვებს დაახლოებით 70 წლით მეტი აქვთ, ვიდრე ზრდასრულებს. კაი, 3 2 1. არც ერთი არ იღებთ ქულას. ბიჭო, დაახლოებით იკითხვის დედავატირე ჯერ. ბიჭო, ნუ დაახლოებით არის პლუს მინუს 1. კაი, ამიხსენი როგორ არის? კაი, თქვენ რა გეკონათ 79 არის თუ 71? ჯერდი გააშენე ვის ბავშვი ვაზრო. ახალშობილებს თქვენ იცოდით ეს? პრავოს აღებას ვისულიყავი. ახალშობილებს როგორც წესი 270 ცვალი აქვთ. ეს გამომდინარე იქიდან, რომ მარტივად დაიბადოს. აი დედა რო არ ვიცი. რო არ მე რო იზრდება თან ეს სულები უერთდება ერთმანეთს და ები ჩვენი პლანეტის ფილტვებია. სიმართლე არის თუ არა ეს? ები ჩვენი პლანეტის ფილტვებია. ები ჩვენი პლანეტის ფილტვებია, რომლებიც ჟანგბადის უმეტეს ნაწილს გამოიმუშავებენ. არის თუ არა ეს სიმართლე? ჩემი აზრით კი უნდა იყოს. გუნდიშას კულა ბიჭებს შეება კულა. არა, უმეტესობას არ გამოიმუშავებენ, გამოიმუშავებენ. ბოლო კითხვის ბოლო იყო ძალიან ის. ნუ რას არ მაჩეხინებ. ისე რეალურად ფილტვებს ეძახიან ხოლმე. მარტო არ მაჩეხინებთ მაშინ. მოჩეხეა. თეთრი დათვები ნადირობისას თოვლში დამალვისთვის შავ ცხვირს თათებს აფარებენ. სიმართლეა თუ არა ეს? ბიჭის კულა. ფრეზე მიდიხართ. დებილები ხარ, ჩეჩება. აი, მიიფარე რა.
არა, ცხვირზე თათებს იფარავს, მაგრამ ამას აკეთებს იმისთვის, რომ ერთადერთი შიშველი ადგილი სხეულზე რაც გააჩნია, ცხვირი არის და რო არ გაეყინოს, მაგისთვის აკეთებს მაგას. ანუ ნადირობისასაც იფარავს. ნადირობისას არც ნადირობისას. აი კითხვა როგორ იყო ნადირობისას. თეთრ დათვს თუ ნადირობისას შეციუდა, ეგ რო ყოფილიყო, შეიძლება კითხვის ფორმულებას მოусმინე რა თუ ჩემი ძმა. ადამიანის ტვინი ვარდისფერია. რა არის? ადამიანის ტვინი ვარდისფერია. სხვანაირი ხონდა იყოს პასუხი. გუნდიშას გულა, იმიტომ რომ ვარდისფერია სიზარღვებიდან გამომდინარე, რომელშიც სისხლი ნახე რა ფერი დაფამაქ მე და თან ვარდისფრად უნდა იაზროვნა, ცოტა რომ პოზიტიურად იფიქრო. კითხვა აქვს. კობრის თუ კობრას? კობრად. კითხვა დაიკითხე ბოლომდე მე. კობრად. არ ვიცი. კითხვა დაიკითხე. კობრას ჰიპნოტიზმო. დარწმუნებული ხარ, მანდ გეკ პრობლემა? კობრას. არა, აქ მაინტერესებს რომელია სწორი თქო თორე. ეგ სიტყვა ვერ წავიკითხე ხა მოდი. კობრა უნდა იყოს თუ კობრი? ანუ თევზი თუ გველი? ჰიპნოზირება. მუსიკით შეიძლება? შენ გაიგე ხა კობრის უნდა იყოს თუ კობრას? აი ხარ ბიჭი. ალბათი, მე როგორი ჭკვიერი იმას ნახე შეჩემო და ჩაურტე რაღაცები და არ ვარო და კობრების მომთვინიერებელი გაიჩიტა უთ. სუპეხებზე კი როგორ არის ფულები? ფრე არის ხო ის? ერთი ფული თუ ის დო არ წინ. რატო მიკარგავთ ყველა თამაში ხულა? ფრე იყოს. ფრე იყოს ამასაც მოვგე შენს გიგებ. წინ ხარ. ეგრე. ესპანური ხარების ბრძოლის დროს, ანუ იგივე კორიდა აღიზიანებს თუ არა ხარებს მატადორის მიერ ხელში დაჭერილი ქსოვილი რაღაც ცუდი სახელი ქვია. მანდ უნდა დაგემთავრე. არა, სახელზე გავჭერე, რა ქვია იცი მაგ ქსოვილს? რატო გავჭერე და რატო თქვი ქსოვილი? არ ვიცი რა ქვია. მულეტას. და მაინც მომერიდა რომ სიტყვა არ შემშულოდა პროცესში. წითელი ფერი. რა სიტყვა და ნახე, თავიდან აქვს. თქვას იმიტომ რომ ბოლომდე ნუ იტანჯები. მულეტა აღარ თქვა შენ თორე. შეიძლება ხო და მაგითო მაო. მედი. გუნდიშა არის მართალი გათანამდებობები. არა, წითელი ფერი არ აღეზიანებთ. ყოილია. აღეზიანებთ მისი მოძრაობა და არა ყოილია. არა, ნახე, ხარები არიან ჩემსავით დალტონიკები, ასე რომ წითელი ფერები, იმებს სხვადასხვა ფერები აქვს ხოლმე. სხვადასხვა ისინი გამხან, ყვითელი გამხანი. იმაზე მულეტაზე გეუნები. მე. ვა, ეს კითხვა რატო ჩავსვი აქ არ ვიცი, მაგრამ კაი. დანარჩენები. RDR-ში Red Dead Redemption. მთავარი პერსონაჟის სახელია ჯონ მარსტონი. 3, 4, 7. რა, შენც ეგ გაიშვირე. აბა რა ქვია? აბა რა ქვია? და მაქულაზე გეთამაშებ. არტურ მორგანი ხო არის? მე არ ვიცოდი პროსტა. ხა არც თქვა რომ ნიჩი არა. ამბობენ რომ ვირთხა კატაზე ჭკვიანია. მართალია თუ არა ეს? ანუ რა ვიღაცები იტყვიან. არა, იკითხვა. კითხვის ფორმულირება. არა, ვირთხა მეც ვამბობ. ხო, ეგ მართალია. ყოჩა ბიჭო. მადაგასკარზე არსებობს ესეთი ბაყაყი. დრაკონის ბაყაყი ქვია. არსებობს თუ არა? ეწოდება მისი დიდი ზომისა და უზარმაზარი სიმახინჯის გამო პირიქით. უზარმაზარი სიმახინჯი. უზარმაზარი ზომის და სიმახინჯის გამო. დღეში 200 გრამიდან 1 კილოგრამამდე საკვებს მიირთმევს. სიმართლე არის თუ არა ეს? ეგეთი ბაყაყი არ არსებობს. რა ვიცი, ბოლომდე. კაია პრემოსია. მართლა არ არსებობს. მილკით გადავტოვე ბოლოს. ისაპირო დაიწყო მადაგასკარზე ეს გავაკეთე და აღარც მომისმენია. მაგრამ ფრეა რა. ეხლა უნდა დაიწყო, უნდა ეხსნა. მე აუხსენ. მე როგორ ნანახი? აი, პრემოსში შენსვა ხო? არა, ყველა. მე გადაითვალეთ რამდენით მოვიგე ვინმე დაწერეთ რა. არც ერთი თამაშის ანგარიში არ გვახსოვს ხო? არ და ყველა შემო მოვიგე. შეჩემო. აი ხო, კიბე მოგვა. ხელი განზრია. მეგობრებო, ჩვენი სტუმარი ბიჭი აღარ იქნება არასოდეს ამარხზე და გუნდიშას ვაჯვინებთ სამსახურიდან.
და შენ რა უნდა იჯდე აქ? მარტო იჯდე. შენ მოიყვანე შენი ექიმები, ლაზერული ეპილაციის და კომენტარები დაჭიქინდა. ლაზერული არ იყო ექიმები, ესე და ბოი, ეს ხო კარგად კითხულობს და კომენტარებს ჩაუჯდება. და შენ ჩაუჯიქი კომენტარებს. მე გეუბნები რაც უნდა მოხდეს. ეს არ შეიძლება. მისაძინებელი პოდკასტი. დაცინვა იმაზე რა. უთხარ რომ გააკეთოს მისაძინებელი პოდკასტი. ლეჟანკას მე მოგიტან ძმაო. და მისაძინებელი პოდკასტი მოხოდე რა. 20 წუთიანი რა. ანუ 2 კილოგრამი დგას თავთან და ეს ქუდი რო გახურავს და ესე რო ხარ მიწოლილი და რაღაცა ორ სიტყვას ჩაილულუღებ დაძინების წინ ხევ და წაუძინე. პრობლემა მანდ რა არის? ეთერში იყოს, ლაივი უნდა იყოს. ხო, ვიღაცას ვისაც დაძინება უნდა, მაგას ვერ უყურებს. რატო? ხრინა? უბედურა. აი ვინ ამბობს? ნუ მობრალებ ისეთ რაღაცეებს, რაც შენ ბოროტი ხარ. ბოროტი რატო? არა, ესეც ბოროტი ხარ, აბა რა ქვია შენ? ესეც ხრინავს არა? სახეს შეჭება რომ მოკოკავს არა, ხრინავს გავიგე. ლაივზე, გაგრას ორშაბის რა ქვია, ოქტომბრის ლაივზე, ერთ მომენტში გონდიშებ წავედი ახლა მე დავიძირო. ნორიოში ხო? არ გაძინებ. ლეიბი მივადეთ იმას შეჩემა რა ქვია, კარებს რა ხმა არ გამოსულიყო. სადმე რომ მივდივართ ხოლმე. მე რო შევედი 2 ლეიბი მივიდა. სადმე რომ მივდივართ ხოლმე სასტუმროში ან ჰოლანდიაში რო ვიყავით და რაღაც ყველგან არის ხოლმე ის რა. ჰოლანდიაში არა. ამასთან ერთად არავის არ უნდა ხოლმე და მე და ეს ვართ ხოლმე, მე იმიტომ რომ მე შევეჩვიე მე. ერთ ოთახში ხარ ხოლმე თქვენ? მე არ მე სულ ერთად ვართ. ჰოლანდიაში მოყევით რა მე ის გამახსენდა ტატო და მე რომ დაგირეკეთ ორშაბათობის ლაივიდან და თქვენ რო იყავით ჰოლანდიაში. იგი იყო გაკრას 3 წლის. მან ჰოლანდიაში არ ვიყავით, მან გასულეს. სხვაგან ვიყავით. ეგეთი გადაობა არ ვიცი. არა, ძალიან ვიყავით ხო მაშინ. მაშინ ვიყავით ნასვა, ნამთრალების ვიყავით ხო? ნუ დალეულებს. საერთოდ მოვდიოდით. რამშტაინის კონცერტი. კონცერტზე ვიყავით, მაგრამ ეგ დღე არის კონცერტი. მეორე დღეს მიდიოდი, მეგონი რამშტაინის კონცერტი. კონცერტზე მაგარი მთრალები. მეორე დღეს მივდიოდი კონცერტზე, იმიტომ რომ მე ხომ მეგონი რაღაცა რა. ბარში ვიყავით. იქიდან ხო მოვდიოდი რა თამაში იქნება? ასვამები ვიყავით. ის იყო რა ქვია, ევროპის ჩემპიონატი იყო. ხო? ხო. ოკეი. ნიკოსთან ვიყავით. ხო და ის რა ქვია, ევროპის ჩემპიონატი არის ყო მაგ დროს. და ის რა ქვია, ჰოლანდიის თამაშს უყურებდით ჩვენ მე თამაშმა ჯაფარები და ეს ვიყავით ბარში. ჯაფარა წავიდა სტადიონზე. სტადიონზე ჩვენებდნენ პირველი დღე იყო. არა, შეჩემ ეგ დღე იყო და მე აი გადაობა გაიცნო. აი რა მნიშვნელობა აქვს? რასკან მოვდივარ ბარიდან, გადავწყვეტეთ რომ ქუქები და რაღაცები დავითრიოთ, მოსაწევი და იმას ხენით რა ქვია მაგას ჰოლანდიაში, კარგად გემრიელოთ, მივირთვით ეგ ყველაფერი რა. მაგრამ რა მოხდა იცი? ჩიპსი გვაქვს რა სახეში. ჟელიბონები ვჭამე, რომელიც გაბოლებს. ამდენი ჭამე. ბიჭო. კაცი მაღაზიაში რა არა, კავა მახსოვს რომ ქუქი ზოგადად ხო არის ერთი წარი უნდა ჭამო რა. ბიჭო, ზოგადად გვიან წაიკითხა ინსტრუქცია. გვიან წაიკითხა ინსტრუქცია და 2 წელი შეჭამა. ან კიდე რა იყო ძლიერი არ ხონდა ნაყიდით არა, ანუ მქონდა საშუალო. რო შევედით ეგ გითხეთ რა. ისე გითხეთ დროს არ გაგვიმეტო ხო, ანუ რაღაც და დამწყებების ჯოინტიც ეგეთი იყო. ჟელიბონი მე არ მახსოვს, მე მგონი რომ ფერების მიხედვით უნდა გეჭამა სხვადასხვა სიძლიერე ქონდა თუ არ შეიძლება შეიძლება პრომოკი იყო მე მგონი უფრო ძლიერი. რაღაც ეგეთი ის და ქუქი არ მჭამია. ეგ არ მახსოვს, მე და ჯაფარამ ჯოინტი მოვწიეთ და მეც ჯოინტი საღოც მაგრა გიულიათ და ჟელიბონები ვჭამე. მიშ ანუ იქ რო ჩადიხარ ახლა, ნუ ეგ არის ერთ-ერთი ის რა. ღირსშესანიშნაობა ევროპის რა. ეგეთი არის, აი ამსტერდამი არის აი ეგეთი რომ 2 დღეში ყველაფერს დაათვალიერებ. კი. მაგრამ ამსტერდამში რომ აი ყველაფერი აიგრძალოს, ჩემ ეზოთ ვაფშე არავინ აღარ ჩავიგე. რა თქმა უნდა, მაგის მუღამი ჩადის ყველა. არა, ლამაზი არის, ლამაზია, არქიტექტურა და რაღაცეები, მაგრამ ნუ იგივე არის, გადადია ეგრევე გრიგორი. ამსტერდამში ჩადის, რო გადავედი იგივე იყო. ვიღაცას რო გებულობ, რომ ამსტერდამში ჩადის, აი რისთვის უნდა ჩახვიდე? ნარკომანი. აი რომში შეიძლება ჩახვიდე, ხო, რაღაცების გამო ფლორენციაში. შეიძლება. რა? თითელი ფარნების ქუჩაზე. ხო, ანუ კარგს არაფერს არ ფიქრობ. ფარანები. ეს დღეს მოწოდების სიმაღლეზეა და ამიტომ დაუჯერე რომ ხო და ის რა ქვია ზუსტად ეგ მომენტია და თან ჩვენ სადაც ვიყავით ქალაქში ეინჰოვენში მან თავარი მინუსი რა იყო იცი რეალურად სადღაც სამუშაო დღეებში მის თუ მეტეს 9 საათიდან შეუხტარი იყო როტერდამია იქ გაკრას და როტერდამშიც ვიყავი და როტერდამი ძალიან ანუ
ქალაქია რა, აი ძალიან ქალაქია შემოვლდა. მოგწონა ჰაგა. ჰაგა ძალიან კაი. მოსამართლეები და არა, ოღონდ სანაპირო ზოლი, თორე აქეთ ნუ ქალაქში ლამაზი შენობები რაღაც არაფერი. ჩიგრობა აი ხარ ასე. რა არის იცი, ქალაქში რო შეირნობ ქალაქიდან ქალაქში თითქმის ყველგან არის ერთი და იგივე საბოლოო ჯამში რა. მოსაწევი ბოძები, მოსწევი ბოძები, მე არაფერი. ნუ ისინი კი ბიარ. ის ნიშნები არის ყველგან. მაკედან იცის, აუ ეგ ჩიტერობა. ეს დამყოფია მაგნიშანთან. მაგნიშან და ჩემი დადგმულია 1-2, რას ვიყავ. ჩემი დაგდებული თუნდაც. დაჯარიმებული ხარ 1-2. ხო და ნუ აი ძალიან ერთნაირია ერთფეროვანი, მაგრამ რომ მითხარ აი დალშე ეგ არის ხო გართობა მან თორე. შაბათს ვიყავი, ახლა ბარებში რო გავიარე ინდომენში, ნუ საგიჟეთი ხდებოდა, on კაი გაგიდა. ფრედ დასრულდა თქვენი თამაში და უნდა დავლიოთ ყველა, მაგრამ მე მინდა რომ თქვა სადღეგრძელო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი, იმიტომ რომ გუშინ წინ ჩვენ ლალის ქონდა დაბადების დღე და მიულოცოთ ლალის კა? გუშინ წინ თქვი ხო? გუშინ. ეგ შემეშლებოდა ჩემო. აი ერთი ლალის კარგი. მის ყველაფერს მისწევს. ლალი გილოცო დაბადების დღეს მრავალს და ეს არის ჩემო ზმაო ძალიან მიხარია რომ შენთან ერთად ვაკეთებ ამ ყველაფერს რასაც ვაკეთებთ ერთად რა და მრავალს და რა ვიცი ერთად ვიყოთ მაგრად ვიყოთ და კარგად ვიყოთ რა გაგიმარჯოს შემოძმო დასტური ამ საგრძელოს გაგიმარჯოს მაგრად იყავ და რაც ჩაფიქრებული გქონდა ყველაფერი მაგის შობას ღმერთო თქვენს მილოსვები არ მოაკლოთ კომენტარებში გაიზარდე შეჩემო ნუ ყველაზე კაი რაღაც უსურვე რა ძალიან ყველაზე ძალიან ინდექს გასუქთი მაინც ხო რა შეეხება სხვა დარჩენილი რა მოხდა სხვა დარჩენილი აღარ არის ნელ-ნელა გავიდეთ ბოლოსკენ მე დიდი მადლობა მინდა უთხრა ბიჭის კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის ბიჭი ჩვენი ძმა ჩვენი მეგობარია და მე მიხარია რომ სხვათა შორის ჭამე დაპაუზდება მე მგონი ამ თვეში აღარ იქნება შეიძლება იყოს შეიძლება არა მოკლედ რაღაც ტექნიკური პრობლემაა მაგას გამოვასწორებ და ჭამე-ანაჭამის გადაცემა დაბრუნდება და ჭამე-ანაჭამის კილოდები შენ სანამ დიეტაზე დაждები ისევ რატომ მოვალ და სულ არა ჭამეს ვიტყვი მე ფულს ვერ მოიგე ფული ხო არ არის ზატო მე ხო სახე ფული ხო არ არის ყველაფერი აბა რა ფული არაფერია მაგადასე მაგიტო ჰა? ვერ ჭამ ხო? ხო, კი, ხო. ეგ არის ეპილაციის. ეგ არის ტექნიკური პრობლემა? ხურის ეპილაცია გაიკეთა და მადლობა ჩვენს წარმდგენს ლუდისას, მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას, როგორც ყავს და მადლობა ჩვენს მაყურებელს და დღეს წესები ცოტა შევცვალეთ გათამაშების, ეგეც მოგახსენეთ, კომენტარებში აქტიურად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ვიმეგობროთ, მეგობრებო. დავლიოთ ერთად ხანდახან. ყვიაში ორ შაბათს. კი არა, პარასკევს. პარასკევს. ჩვენ ორ შაბათს ვამთ. წინასწარ ვიღებთ, მაგრამ პარასკევს. დავლიოთ ხო. მოკლედ, აგიმარჯვოთ. პარასკევს ანუ შეგიძლია რომ ჩაუждე ჯერ ამას. დახვიდე ბარში. დალიო ცოტა. ხო. მე რომ მოხიო ბარში, ცოტა კარგად რო ხარ უკვე. თავის თავს ხო ჩაუждდეს. გუნახო. ეგრე რო იყოს, თავის თავს რო ჩაუждდეს და მე. ვახრა კარგად თქვი ეს. მონიტორს რო უჭახუნე. მონიტორს რო უჭახუნე. შენ თავზე. მე იმას იზავს ხოლმე. რო კითხულობს თვითონ თავის თავზე. გიჟდე. მე ძალიან ასწორებს თქვენთან და რავი, შემდეგი სტუმრებიც იქნებიან, ვიცოდეთ რომ ყველაზე მაგრამ გაგისწორდებათ ამ ბიჭებთანაც ყოფნა და მადლობელიც. არავინ არ თქვა თუ არის, თორემ მე ჩემთან გექნებათ. ერთმანეთში ვიბად. მოკლედ ხან აღარ შეიძლება უფრო დაემზიმებინა. ჩემ გვართან გექნებათ საქმე რო ეთქვა დანული გაგეგრე. ხო და ჩემთან გექნებათ საქმე ის არის რა, ბიჭი მოგხდება და აქ რაღაცები ყველაფერი ბოლომდე არის ლაპარაკა, ეხა არ გვინდა რა. ოქრო ხარ. გაგიმარჯვოთ მაყურებელო, გაგვიმარჯოს ჩვენ და მომავალ შეხვედრამდე. ყოველთვის მინდა ამის.